Καλώς τον Λατινικό. Დღევანდელი ჩვენი კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილს შეხვედრას ჟურნალისტებთან, ანუ პრესკონფერენციას. რათა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ დღევანდელი კონფერენციის შედეგები და გამოვკეთოთ ის პრიორიტეტები, რომელზეც დღეს იყო საუბარი. დღეს ჩვენ გვაქვს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ევროპის ექსპერტები, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას ესწრებოდა ლიტვის პარლამენტის დელეგაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგები არიან არა მხოლოდ ლიტვის პარლამენტის წარმომადგენლები, არამედ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლები. მოგესალმებათ ვილნიუსში სამიტის ჩატარება სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მევიტყოდი დიდად გამიმართლა, რომ სწორედ ამ დღეებში, ამ პერიოდში ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყანაა ლიტვა, ჩვენი ძველი მეგობარი ქვეყანა. ამიტომ დღეს შევაჯამებთ პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ლიტველი კოლეგები. რაც შეეხება თავად კონფერენციას, მე მგონი ყველა კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი მსგავსი შეხვედრების გამართვა, რათა კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ ხოლმე იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საყურადღებო რჩევა, დაკვირვება მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან. მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ევროკავშირთან ინტეგრაციის ეტაპები სულ ცოტა ხნის წინ გაიარეს, რომლებიც გახდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და სწორედ მათი პარლამენტების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართველ კოლეგებს თუ რა სერიოზული სამუშაოა გასაწევი სწორედ საკანონმდებლო დონეზე იმისათვის, რომ ვილნიუსში ჯერ წინასწარ ხელმოწერილი და შემდგომ უკვე წლის განმავლობაში საბოლოოდ შეთანხმებული და ხელმოწერილი რატიფიცირებული დოკუმენტები რეალურ ცხოვრებაში აისახოს საქართველოში. ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე ევროპული ინტეგრაციის ეს მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ რამდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ყველა ორგანოს და მათ შორის პარლამენტს. მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია არა ევროპელებისთვის, არამედ ჩვენთვის, ქართველებისთვის, რათა მოვახერხოთ ყველა იმ სიკეთესთან ზიარება, რაც დღეს ევროპის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით ამ კონფერენციის განმავლობაში, რომ საქართველოს ყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან ამ გზაზე სათანადო დახმარება აღმოგვიჩინონ. დღევანდელ კონფერენციაზე იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ ევროპის ჩამოყალიბება და გაფართოება ძალიან რთული პროცესია და იყო ყოველთვის ასეთი. ჩვენ შეგვახსენეს ეგრეთ წოდებული ძველი ევროპის, ანუ დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა, რომ მათ არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თუ ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში წევრობა
წარმოედგინათ თავის დროზე და თვლიდნენ, რომ ეს იყო გაცილებით უფრო რთული, ვიდრე დღეს უყურებენ ამას საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა იმაზეც ვთანხმდებით, რომ ეს იქნება რთული პროცესი, განსაკუთრებით ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის და საქართველოს იმ პრობლემების გამო, რომელიც კიდევ ცალკე საკითხია და რომელზეც ცალკე არაერთი მსჯელობა გვექნება ჩვენს კოლეგებთან, ქვეყნის დამოუკიდებლობა და მთლიანობა. კონფერენციის მსვლელობისას მე და ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან გქონდა შესაძლებლობა ცალკე შევხვედროდით ჩვენს ლიტველ კოლეგებს. დაახლოებით 1 საათიანი საუბრის განმავლობაში ერთადერთი კითხვა დაგვრჩა პასუხგაუცემელი. დანარჩენი ყველაფერზე შევთანხმდით. ეს კითხვა იყო შემდეგი. მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ლიტველებს და ქართველებს ასე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ასე მონდომებული ვართ მეგობრობისთვის. მაგრამ ბოლოში მაინც შევთანხმდით, რომ ამ კითხვაზეც პასუხს აღარ ვეძებთ, იმიტომ რომ თავად ფაქტია უკვე პასუხი ყველა კითხვაზე და გვაქვს სრული გარანტია იმისა, რომ ორი ქვეყანა მხარდამხარ ერთად გავაგრძელებთ ჩვენს სვლას პროგრესისკენ, მეტი თავისუფლებისკენ, მეტი ეკონომიკური აღმავლობისკენ და მუდმივად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გავჩნდეთ ერთმანეთის გვერდით, ვიყოთ ერთმანეთთან, როგორც ეს დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს იმ მძიმე დღეებში, რაც ჩვენც ქართველებმა გადავიტანეთ და ლიტველებმა გადაიტანეს, მაშინ ყოველგვარი მოწვევის და დაპატეჟების გარეშე ჩვენ ერთმანეთის გვერდში ვიდექით და დარწმუნებულია, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგებს. Labadiena, Gruzija. Naudodamasi progą, kad yra tiek daug televizijos kamerų, atstovaudama Lietuvos valstybę, noriu kreiptis Lietuvos tautos vardu. Noriu pasveikinti visus Gruzijos žmonės su bręstančiomis permainomis jūsų valstybėje ir perduoti kuo nuoširdžiausius linkėjimus nuo tų Lietuvos žmonių, kurie tikrai nuoširdžiai pergyvena dėl to, kad Gruzijai pasisektų. Tai mums visiems labai svarbu. Ir jums, ir mums. Tikrai ši diena buvo įtempta, darbinė. Labai džiaugiuosi, kad kalbėjome apie daug labai klausimų ir problemų, tiek europinio lygmens, tiek vidaus ir užsienio politikos klausimais. Ir daugelyje atvejų mes radome sąlyčio taškų. Tai yra labai svarbu. Dar norėčiau pastebėti, mes šiandieną tiek konferencijoje savo pranešime aš pažymėjau, tiek kalbėjome su spikeriu, kad labai svarbu, kad jūs kurtumėte parlamentinę demokratinę valstybę, priimtumėte savo konstituciją, tik labai norėtųsi, kad konstitucija tarnautų Gruzijos liaudžiai, Gruzijos tautai. Labai norėtųsi, kad demokratija Gruzijoje būtų tokia, kad visos valdžios
tarnautų Gruzijos žmonėms. Tai būtų didžiausias pasiekimas programa Maksimum, ką gali pasiekti Gruzijos politikai, verslininkai, visuomeninės organizacijos ir mūsų pagalba iš šalies. Tai labai svarbu, jeigu mes galvojame kartu, galvojame apie Gruziją kažkada ateity toli, apie žingsnius, ne tik pirmosius, kurie laukia Vilniuje, mes tikime, kad jie tikrai bus sėkmingi, apie tai kalbės mano kolega, vicespikeris. Bet aš šiandieną noriu pasakyti, labai svarbu, kad jūs demokratiją sukurtumėt ant teisingų pamatų. Ačiū, aš žodį perdodu Seimo pirmininko pavaduotojui, Europos reikalų komiteto pirmininkui. Tai yra žmogus, kuriuo metu dabar Lietuva kada pirmininkauja, tai yra pats pagrindinis žmogus Europos Sąjungoje. Klauskite, jisai viską atsakys, o žodis dabar Gedminai jūs. Ačiū. Thank you, Mr. Speaker. Let me touch upon some things. As you already heard, Lithuania is a presidency country, and we are somewhere in the middle of the presidency. And one of the biggest events which is coming is the summit on the Eastern Partnership. And Georgia is one of the participants, very promising, I would say. And purposes of our visit to see how preparation to the association agreement going on here in our very, very friendship country. Madam Speaker already mentioned about that, Georgia. I'd like to touch some points only, what is very important according to our experience. Lithuania already in the European Union almost 10 years. Next year we'll have a 10 years anniversary of our membership in the European Union. But our way from the association agreement also took the time almost 10 years. So first of all, which is very important, is the public support for the membership in the European Union. As I understand, here in Georgia, public support, more or less something like that, that was in Lithuania, by the way, still our peoples, approximately 70% in favor. For us, it was important also by the region because we had a referendum before entering in the European Union. It was a referendum on some very sensitive issue. For example, one of them to sending land for the foreigners, also for the decommissioning of Ignalina nuclear power station, and some other issues. Next point, which is very important from our point of view, it's a political consensus within a country. In Lithuania, we had very large political consensus and deep, I would say, because I mentioned here in the conference that all political parties, 9 or 10 political parties, which usually getting places in our parliament, we put membership in the European Union and also in NATO to our party programs. So it was large and deep political consensus. And what I'd like to underline today, we had a meeting with the distinguished Speaker of your Parliament, with the President Saakashvili, with the politicians from the ruling coalition and also from opposition parties. And it's very good that political consensus, speaking frankly, what we are worried about, is going on here in Georgia, and it's very, very important point for the successful accession to the European Union. And also, third is cooperation with the countries, in particular with the countries like Lithuania, not only during our presidency time, but also after that, because Lithuania, next half a year, will also be in the Troika. As you know, in the European Union, is a Troika, 3 countries. Today it's Ireland, Lithuania, and Greece. And Troika organized the whole presidency for the year and a half. So that is some points what I'd like to underline, and I am open for the questions. Thank you.